პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხედავს სასურველ პარტნიორად, თუ კი ის საკუთარ ფუნდამენტურ ღირებულებებს დაუბრუნდება. მთავრობის მეთაურის შეფასებით მიუღებელია ისეთი ევროპული მოდელის მაგალითად წარმოჩენა, სადაც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ფიზიკურ ძალას იყენებენ. კობახიძემ დანიის მაგალითზე საუბრისას აღნიშნა, რომ მსგავსი პრაქტიკის მქონე ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების შინაარსი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. პრემიერის განმარტებით ევროპა ლიდერებს უნდა ახსოვდეთ, რომ ღირებულებების დაცვა მუდმივ ძალისხმევას საჭიროებს. რაც შეეხება ამ თემაზე ოპოზიციის მოსაზრებას, მმართველი გუნდის ოპონენტები ხელისუფლების ამ რიტორიკას საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების ნიშნად აფასებენ. მათივე შეფასებით, მსგავსი განცხადებები მიანიშნებს, რომ ქართული ოცნება შესაძლოა უახლოეს მომავალში ევროინტეგრაციის მიმართულებით უფრო მკაფიო, ღია და ხისტ პოზიციაზე გადავიდეს. კიდევ რას ამბობენ ამ თემაზე პოლიტიკური მხარეები, თემის დეტალებით მერაბ პაპაშვილი შემოგვერთება პირდაპირ ეთერში. მერაბ, გისმენთ. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობას არაერთი ბრალდება გაუჟღერებია ბრიუსელის მისამართით, თუმცა ის რაც გუშინ თქვა მთავრობის მეთაურმა, ეს ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის სიახლე აღმოჩნდა. გუშინ პრემიერმა აღნიშნა, რომ თუ ბრიუსელი და ევროკავშირი დარჩება ისეთი, როგორიც დღეს არის, მაშინ მასში საქართველოს არაფერი ესაქმება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებით ეს გაერთიანება გახდა მიკერძოებული და არასამართლიანი, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ თუ ვინმე უნდა შეიცვალოს ამ ინტეგრაციის პროცესში, ეს არის საქართველოს ხელისუფლება, რადგანაც განსაკუთრებით 2024 წლის არჩევნების შემდეგ აშკარაა ფაქტი, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ საგარეო კურსის შეცვალა და ძალაუფლება მიიტაცა. ნათელია, რომ ქოც რეჟიმი ეპარება 2024 წლის 28 ნოემბრის კობახიძის განცხადების გამეორებას. ასეთი ევროკავშირის წევრობა არ მინდა. კობახიძის ღია წერილით მკაფიოდ ითქვა და სულ უფრო აქტიურად ხმოვანდება ქოცების მიერ. 26 მაისს 19 საათზე რუსთაველზე უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი და უფრო ხმამაღლა. უფრო მკაფიოდ განვაცხადოთ, როგორი საქართველო გვინდა და როგორ დავიბრუნებთ სამშობლოს. აშკარაა, რომ ბატონი კობახიძე ვერ გვიმხელს და ვერ ამბობს სინამდვილეს, ამიტომ ჩვენ უნდა ვთქვათ სინამდვილე მას, არათუ ეგეთი ევროპა არ უნდა, არანაირი ევროპა არ უნდა, იმიტომ რომ კობახიძე არის რუსი და მას აქვს დავალება, სრულიად მკაფიო და ნათელი დავალება, რომ არც ერთი ტიპის ევროპული ინტეგრაცია და არანაირი დაახლოება ევროპასთან, ანუ მშვიდობასთან და კეთილდღეობასთან არ განხორციელდეს. ჩანს არ უშვებს ხელიდან და ყველა ეთერს იყენებს მის საჯარო გამოსვლებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი შეურაცხყოფა მიაყენოს ჩვენს პარტნიორებს, ისაუბრობს სიძულვილის ენით. ასეთ კითხვას დავუსვამდი იმის ნაცვლად, რომ ესეთი წუხილები გამოთქვას ევროპულ ღირებულებებზე, ყველას ერთად უნდა აგვიხსნას, რატომ დუმს ამდენი ხანი სამხრეთ ოსეთის ანექსიის პროცესზე. ივანიშვილი ალბათ ნელ-ნელა უკვე ხვდება, რომ ვერ გამოვა ძელეცური გარიგების დადება ევროპასთან, ევროპა არის ნორმებზე და ღირებულებებზე დაფუძნებული კავშირი, ამიტომაც იმისთვის, რომ ივანიშვილი გააგრძელოს ჩვეულ სტილში ურთიერთობა, საჭირო არის თავისუფალი არჩევნების ჩატარება, უკვე კარგად ხვდება, რომ ევროპასთან ვერ ლაგდება, ამიტომაც გადადის აგრესიაზე. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ნებისმიერი ბრალდება, რომელიც ეხება იმას, რომ თითქოს ქვეყნის დასავლური ინტეგრაცია გაჩერდა ქართული მხარის სურვილით, არის ტყუილი. მათი განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდა ბრიუსელის მხრიდან ისეთი მოთხოვნები, რომელიც მათი განცხადებით საფრთხეს უქმნის ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. რაც შეეხება გამოსავალს, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საქართველოს დასავლური ინტეგრაცია არც ერთი წამით არ შეუჩერებია, თუმცა საბოლოო შედეგი დამოკიდებულია იმაზე, უარს იტყვის თუ არა თავად ევროკავშირი უსამართლო მოთხოვნებზე. სად ითქვა, რომ ევროკავშირზე ჩვენ ვამბობთ უარს. როდესაც ევროკავშირი შეიქმნა, მისი მთავარი ღირებულება იყო ადამიანი. სამწუხაროდ ხედავთ, რომ დღეს მოქმედი ბიუროკრატია საერთოდ არ წარმოადგენს მათ შორის არც ევროპული ხალხის ინტერესებსაც კი. ის ბიუროკრატია, რომელიც ახლა მოქმედებს ევროკავშირში, რომელიც უბრალოდ არ ცნობს ადამიანის უფლებებს, არ ცნობს თანასწორობაზე დაფუძნებულ საერთაშორისო ურთიერთობებს, ფეხქვეშ თელავს სამწუხაროდ მთელ რიგ შემთხვევებში ვენის კონვენციას, არაფრად არ უღირს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტი. ასეთი ბიუროკრატიის მართულ ევროკავშირში შესვლა უბრალოდ ჩვენთვის წარმოუდგენელია.
რამდენიმე თვის წინ, როდესაც გამოქვეყნდა ევროკავშირის გაფართოების ანგარიში, მაშინ ნათქვამია, რომ საქართველოს დასავლური ინტეგრაცია დე-ფაქტო გაჩერებულია და რომ ამას უკავშირებენ ბრიუსელში საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ თუ ვინმეა პასუხისმგებელი ამ გაჩერებულ ინტეგრაციაზე, ეს ქართული ოცნებაა და არავინ სხვა.